გამარჯობა ზურფასო მეგობრებო, დავბრუნდით ისევ საკალბურთო კლუბ ორბის პოდკასტი მომწონს ხოლმე ამას რომ ვამბობთ, ან ჩვენი გუნდის ნელ-ნელა ცოტა წინ მიდის და იმედია თქო დარჩენაც გამოვა რა, უკვე საკმაოდ ახლოს არის ორბი ამასთან. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება. ფიზმომზადების მწვრთნელი და ფიზმომზადება სპორტში რას ნიშნავს, ამაზე დღეს ვილაპარაკებთ და მე მგონი მაყურებელმაც უკვე კარგად იციან დეტალებში შევალთ. მალხაზ ლობჟანიძე იქნება ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. და რა ვიცი, თოკო, შენ უფრო იცი სიღრმეები ამ თემის და მეც ნელ-ნელა ჩააგერთვებით მე რაღაცა. ნიშნულობა ხო, რა თქმა უნდა, მიხარია მაგ ჩვენთან ერთად რო ხარ, ჩვენ პირად საუბრებში ბევრჯერ გვილაპარაკია ფიზმომზადების მნიშვნელობაზე კალათბურთში და ზოგადად გულდაწყვეტით აღმიგნიშნავს მე პირადად ჩემი გადმოსახედიდან როგორც კლუბის მმართველის რომ გამწუხაროთ არ მაქვს ბავშვთა კალათბურთში შექმნილი ის პირობები რომ ყველას ვისაც მინდა რომ მიუცე სრულყოფილი ფიზმომზადება ვერ ვაძლევთ და ამ დეტალებზე ალბათ მე მოგეცემა საუბარი საშუალება და ზოგადად მინდა შენ გამოცდილებაზე რომ ვისაუბროთ როგორ მოხდი კალათბურთში ძალიან საინტერესოა და მე ის გზა მოკლედ რაც ვთქვათ აქამდე გაიარე და რა გაკეთდა და რა არის უკეთესი უკვე იმ დროიდან და კიდე რას ხედავ რომ გასაკეთებელია და გასაუმჯობესებელია მაგ კუთხით. მადლობა მოწვევისთვის, მე თვითონაც მოხარული ვარ თქვენ პროექტში რომ ვიღებ მონაწილეობას. კალათბურთში მოვხდი 2010 წელს ზურა ტომარაძის დახმარებით. ირაკლის ვიცნობდი ტომარაძეს. ხო, მე ვიცი. და ზურა გამოცნო ნიკო ჩერკეზიშვილი და ზურას და ნიკოს მეშვეობით დავიწყე კალათბურთში მუშაობა. 2010 წლიდან მუშაობ. ძირითადად უფრო სუპერლიგის მოთამაშეებთან მუშაობდი. მანამდე გამოცდილება მქონდა სამწვრთნელო აკადემიურ ნიშნულობაში. მანამდე ხო სპორტის უნივერსიტეტი ანუ აკადემია მქონდა დამთავრებული და პროფესიით მუშაობდი, ასე რომ ვთქვათ რა. და იქიდან მოყოლებული შემდეგ ძალიან გამიმართლა რომ მოვხდი ეს აკადემიებში დავიწყე მუშაობა და მქონდა გამოცდილება აი ბავშვებთან მუშაობის. სადღაც უკვე მე 8 წელია, 19 წელია ეს მუშაობ ბავშვებთან და პარალელურად სუპერლიგასთან. პარალელურად სუპერლიგასთან, სანაკრებო ასაკობრივ ნაკრებებში გამოცდილება მაქვს და ძალიან დიდი მადლობა ამ დობისთვის ყველას. საკალათბურთო სამყაროში ვინც არის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა და ძალიან დიდი სიყვარული და სიკვდილს ვიგრძენი მე და ეს რაც რომ შეუყვარდება საქმე და რო ერანებებს ეს არის რა. თორემ მწვრთნელობა რო პრაქტიკულად არ არის კალათბურთელი, რომელსაც შენთან შეხება არ ქონოდეს. მე როგორც ვიცი და შენთან და შიოსთან ორივესთან ეს ორი გამორჩეული სპეციალისტი ხართ ჩვენ სფეროში, რაც ძალიან מחარებს და კიდევ ახალ სახეებსაც ვხედავ, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. მე მგონი ალბათ მაგაში დამეთანხმებ. და აი ახსენე ხა ბავშვები და რა საკიდან არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის სწორი განვითარებისთვის ფიზმომზადების ჩართულობა. აი ხა დავიწყებ საიდან რომ ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა იმდენად ის არის აი ზოგადი და ჩვენ ვიცით რომ სკოლაში აქვთ ხო ფიზიკური მომზადების ფიზკულტურა იდეაში უნდა გქონდეთ. და სკოლიდანვე იწყება ბავშვების ფიზიკური განვითარება. შემდეგ აირჩევენ სპორტის სახეს ბავშვები, რეფორმის შემდეგაც ესე წამოვიდა რომ არჩევითია სპორტის სახები, მაგრამ მანამდე იყო რა, საერთო სპორტის განკვეთილები იყო, ფიზკულტურის განკვეთილები ასე ვთქვათ. და იყო პროგრამა. და ამ პროგრამას მიყვებოდა განათლების სამინისტრო, იყო ნორმატივები, შესაბამისად ბავშვი რო ირჩევს სპორტის სახეს, რაღაც სპორტის სახეს და ამ სპორტის სახეში არის კონკრეტული სპეციფიური მომენტები რა, იმიტომ სპეციფიური დატვირთვა არის ყველა სპორტს თავისი ისე აქვს რა ქვია, მაგალითად აი ტრავმები. ხო, მეტი ალბათობა ტრავმის აი ამ სახსარზე მოდის ან იმ სახსარზე. და შესაბამისად სპორტსმენებიც
სპეციფიურად არიან განვითარებული, იმიტომ რომ სპეციფიური დატვირთვა ამათ. ხო, კონკრეტულ სპორტს, ხო, ეგ ალბათ ლოგიკური. მოჭიდების და კალათბურთიც განასხვავებს ერთმანეთისგან, ხო, ან მორაგბეს და ვიზუალს. იმიტომ რომ დატვირთვა და შესაბამისად სპორტის სახების ბიომექანიკა განსაზღვრავს რა, თუ რა სახსაზე რა სახის დატვირთვა მოდის. ეხლა ბავშვებთან მუშაობის დროს ყველაზე რთული ის იყო, რომ ბავშვი, როდესაც მოდის სპორტის სახეობაში და იწყებს ვარჯიშს და გინდა რომ განავითარო და დატვირთო. და ბავშვებს ისეთი პრობლემები აქვს უკვე თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მაგალითად მე შევხვდი ამ პრობლემას, რომ ორთოპედიური პრობლემები აქვს ბავშვს. აქვს მაგალითად მეჯბარდაყის სახსარში პრობლემა, იქ მე ხერხემლის პრობლემები აქვს. და ეს აი რა ასაკში უნდა მიიგნოს ეს და მიეხედოს. აქ იწყება აი თქვა 7-8 წლიდან როცა იწყებს ბავშვი სპორტს, უკვე შეიძლება რა თქმა უნდა მიდგომაა სხვა, თუ 9 წლამდე იქ თამაშდება ამ დატვირთვის მიცემა და არ არის მაგალითად ეს მონოტონური თქვა ციკლური დატვირთვები. ხო, იმიტომ რომ ბავშვი ფსიქიკაც არა ამისთვის მზად, რომ დადგება ერთ-ერთი რუტინულად რაღაცაზე იმუშავოს, ხო? და ამას რომ ხედავ შენ ამას ჯერ უნდა იცოდე შეფასება ამის. შეფასების მერე ხდება ამ კონკრეტული პრობლემის გამოსწორება და ეს არ არის ეს ხანმოკლე პროცესი. შესაბამისად დაწყების გადაცემის დაწყების წინ ჩვენ ვილაპარაკეთ რომ სელექციის საშუალებაც არ აქვს. ვიღებთ ბავშვებს ჩვენ, ხო? სექციაში იმიტომ რომ ბავშვს კალათბურთზე სიარული უნდა და უნდა მიიღო. ხედავ რომ და სელექცია შიგნით შეიძლება უკვე რომ ვიღაცას მეტი პრობლემა აქვს, ვიღაცას ნაკლები და მაგ თვითონ აკადემიაში შიგნით ხდება ალბათ ხო სელექცია. მაგალითად კალათბურთში არის ეგეთი ვარჯიში ბურთის ადგილზე დრიბლინგი. ბურთის დაგება სასწავლია. ყველა სახსაში ჩამზარია ბავშვი, იქ რა თროელი უნდა თავი აწიე რომ ორს არ შეუძლია. იმიტომ რომ მეჯბარდაყიდან გამომდინარე და ტერფებიდან გამომდინარე ისე დგას რომ ხერხემალიც უკვე გადაწყობილია. ანუ ეს რამ გამოიწვია? ანუ აქ არის მაგალითად თანდაყოლილი შეიძლება ეს იყოს? იყოს კი, როგორ არის? თანდაყოლილი შეიძლება იყოს. ამას უნდა როგორი მუშაობა ბავშვს შეიძლება მიმართულება მისცე. მიმართულება მისცე, რომ თქო არის რომ სუპინატორს გაუკეთებ. იქ სპეციალურ ვარჯიშებს დაუნიშნავ. არის რომ მშობლები დააყენებენ სუპინატორს და ბავშვს, რომ სიმეტრიული დატვირთვა წავიდეს სახსრებზე, შემდეგ მეჯბარძალზე, შემდეგ ხერხემალიც არ იყოს მაგალითად სკოლიოზი არ იყოს, ან კიფოზი არ ლორდოზი, რაც ჰიპერლორდოზი და ანებებენ თავს, ან გონიათ რომ ეს გამოსწორებულია უკვე. არა, იმიტომ რომ მამას თან ჭირდება შესაბამისი ვარჯიშები. ეს ხანგრძლივი პროცესია. 16 წლამდე აი უნდა იმუშაო ისე რომ არ გამოტოვო არც ერთი დღე და სულ ესე რუტინული მიდგომა ჭირდება. 16 წლის ბავშვი ჩამოყალიბებული უნდა იყოს, არა უკვე ფიზიკურად სწორად განვითარებული. 16 წლიდან უკვე როცა გაძველების სტადია უკვე აქტიურ ფაზაშია და უკვე თან დასრულების კედლებში თამაშობენ ხო უკვე და მაგ დროს უკვე ყველაზე დასანანი რა არის მწვრთნელების საქმიანობა 16 წლამდე მოიყვანენ ბავშვს. ну რომ მწვრთნელმა რომელსაც არ იცის ამის შეფასება, ბიზნესდადების მწვრთნელი არ არის. არ იცის ამის შეფასება, წლების განმავლობაში ესე ვითარდება ბავშვი ასიმეტრიულად და როგორც კი დიდ კალათბურთში ფეხში შედგავს, იწყება ეს ფორსირება და იწყება მერე ტრავმები. ტრავმებს კიდე ვერ გაექცევ, იმიტომ რომ იმდენად რთულია კალათბურთი. სირთულის მიხედვით არის მე-4 ადგილზე სპორტის სახეობებში. პირველი სამი ხო არის კრივი. ну ლოგიკურად. კრივი ხო ლეტალური აი წავიკითხე ეს სტატისტიკა არის მოცემული, სხვათა შორის ანუ რთული როგორც სპორტი, ჰოკეი, ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი და მერე კალათბურთი არის. მერე მოდის უკვე და ფეხბურთი, ფეხბურთი მე-10-ზე, მე-14-ზე არის რაგბი. აი ხა რა მე-14? მე-13 არის რაგბი. და აქ ის მიხედვითაა, ხო, ფიზიკური სირთულეზე ლაპარაკი. არ არის მარტო ფიზიკური, იმიტომ რომ ფიზიკური სირთულეები ისეთ სპორტში არის, მაგალითად აი ველოსპორტია, ეგეც საშინელი დატვირთვაა, მაგრამ იქ ციკლური მოძრაობა აქ რა არის, აქ კონტაქტური სპორტია. ავიღოთ ჩოგბურთი, ავიღოთ ფრენბურთი. სპორტის სახე. არც კონტაქტი არ არის. კონტაქტი არ არის, ხო. ეს კონტაქტი ძალიან ბევრ ამას თვის. თან
მრავალფეროვნება, მოძრაობის მრავალფეროვნება, მაგალითად ფრენბურთელი, როდესაც ნახტომს აკეთებს ბლოკის ან დარტყმის დროს და დაშვებაში მაგალითად არავინ არ მივა მოწინააღმდეგე ფეხს არ დაუწყო. იმას დაახტეს, ხო? ნუ იქ ზონები არის ზაზას წესი მაგარი იქნება ფრენბურთში. აქ კალათბურთში ისეთი ტრავმები არის, რომელიც აი ფიზიკურად მომზადებული ხარ. მზად ხარ თამაშისთვის და ისეთი ფორს-მაჟორის სიტუაციაა, რომ შეიძლება კარიერა დაამთავრო რა. შემოვა კონტაქტში, არასპორტული რაღაც მოძრაობა და მორჩა. კი, იმას დაჭია, მაგრამ მორჩა შენი. ამიტომ ფიზიკურად იმდენად განვითარებული უნდა იყო. აი რატო არის მაგალითად სტატისტიკურად რაგბიში უფრო ნაკლები ტრავმა ვიდრე ფეხბურთში. იმიტომ რომ რაგბიში ფიზიკურად ძალიან ძლიერები არა, თქვა წესებით დაშვებულია, რომ იქ შებოჭო და აგდო, ამისთვის მზადია, ფეხბურთში აკრძალულია და როცა ეხებიან უკვე ეხები გურტყავენ, აკრძალული ილეთები. ხო და აი ბრიტანელებს აქვს ნათქვამი. ფეხბურთიო რაინდული სპორტიო და ბარბაროსები თამაშობენ და რაგბი ბარბაროსული სპორტიო და რაინდები თამაშობენ. აი ეს ფსიქოლოგიური მომენტები არის ეს და კალათბურთში ვესტიბულარული აპარატი ანუ მაკოორდინირებელი ეს ძალიან მაგრად უნდა იყოს განვითარებული. იმიტომ რომ სულ ჰაერში ხარ რა, ჰაერში კონტაქტი. არ არის მაგალითად აი ეს ფრონტალური რაღაც მოძრაობები, იქ ყველა სიბრტყეში მოძრაობ დაბალმა ბურთზე, მაღალ ბურთზე, აერში მოხსნა ძალიან რთული არის. მერე ბილეთების მრავალფეროვნება ხო, იქ ბურთთან მუშაობის და ფლექსიბილობა ავიღოთ ხო, ხუთ თქვა ფიზიკური თვისებები რაც აქვს ხო, რო ავიღოთ სისწრაფე, გამძლეობა, მოქნილობა ხო, ფეთქებადობა, ძალა. ამის სინთეზი რომ მოახდინო კიდე თქვა სისწრაფის გამძლეობა, ძალისმიერი გამძლეობა ქართველებს გვაქვს სიტყვა ცხარტი ხო მოიაზრება რას თქვა სისწრაფე და მოქნილობა ხო და ყველა რო დაფიქრდე ყველაფერი გჭირდება ამ სპორტში ყველაფერი გჭირდება უნდა იყო უნივერსალი უნდა იყო ათლეტი კი არა სუპერ ათლეტი უნდა იყო უკვე თუ მოთხოვნები ხო და ბავშვი რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოდის და შენ დატვირთვის ქვეშ ყავს ბავშვი გაცნობიერებული უნდა ქონდეს და გააზრებული თუ სადამდე მიხვალ თუ ამას არ გამოასწორებ და სწორ უნარჩვევა საჩამოუყალიბებ აი მაგეთ ტექნიკა რო ვთქვათ რა ასე რაღაც მოძრაობის ტექნიკა არის იზოლირებული ვარჯიშები არის ვთქვათ ორსახსრიანი მრავალსახსრიანი ვარჯიშები ორგანზომილებიან მოკლედ ფიზიოლოგიაში ისეთი ის არის რომ თუ ელემენტარული რაღაც ბაზისი არ აქვს ჩვენ ვილაპარაკეთ თუ გახსოვს აი ძლეოსნობის მნიშვნელობა ხო კი მარტო ძლეოსნობა არა ძლეოსნობა ხო ბაზა არის იმიტომ რომ ძლეოსნობის გარეშე მომზადების ბაზა ძლეოსნობა იმიტომ რომ იქ დისციპლინებია ისინი ჩვენც რო ვსწავლობდით მაგალითად როგორი ის კონდა თქვა მეორე კურსიდან იწყებოდა ყველა სპორტის სახეს სპეციფიკას ვესნობოდით პრაქტიკას გავდიოდით ვაბარებდით ნორმატივებს ამ ტანვარჯიში არის ტანვარჯიშის სახეებია სპორტული ტანვარჯიში ხო სპორტული ინვენტართან თქვა ღერძი ორდელი იქ ბევრი რამე არის მე აკრობატიკა არის აკრობატული ეს ილეთები და ეს უნარჩვეების გამომუშავება ხელს გიწყობს ვესტიბულარული აპარატის განვითარებაში რაც კალათბურთში აუცილებელია ხო იმიტომ რომ სივრცეში კოორდინირება არის პირველ ადგილზე ჩვენთან იქ რო ახტები და გეჭეხება თუ სწორად არ დახტი ან უმეტესი ტრავმა თუ დააკვირდები თუ დაშვების დროს მოდით დახტომების დროს სულ და იქ 2007 წელს კვლევის შედეგად იქ აღმოჩნდა უკვე რომ აი სპორტსმენებს რომელსაც არასწორი დაშვების ტექნიკა ჰქონდათ ბევრად მეტი ტრავმები იქ სირბილის ტექნიკა უფრო სპრინტერული ვიდრე მარათონული ბენის უფრო წინა ტერფზე აქცენტირებული აი ეს სპეციფიკები თუ არ გაითვალისწინე ეხლა მიდი და ბავშვი ვთხარი რომ გაიქეცი სწორად ვერ გაიქცევა უნდა იცოდე მიმყვანი ვარჯიშები რითი უნდა დაიწყო სანამ მოძრაობას ააწყობ და მთლიანად მოძრაობას მანამდე უნდა იცოდე რომელი პუნქტი აქვს მაგალითად სუსტი იმის ეს იზოლირებული ვარჯიშები რომ ის პუნქტები გაუძლიერო ის უბანი თქვა მეჯვარდაყი კიდე უმნიშვნელოვანესია იმიტომ რომ ბირთვია რა მუხლმა რო გააკეთოს სწორი მოძრაობა სტაბილურად უნდა იდგეს ესე იგი წარმოდის ეს ყველაფერი ანუ აქ უნდა იყოს წყარი ხო? წამოვიდა კინეტიკური ენერგია, ჩავიდა დაბლა და არაგნის ვაჟში ტერფმა უნდა გაატაროს. ტერფი კიდე სუსტი არის. სუსტავი განები კიდე ასიმეტრიული დატვირთვა მოდის, უფრო შიგნით მოდის დატვირთვა ვიდრე გარეთ.
სუპინაცია არ ხდება, თქვა სუპინატორები არ მუშაობს, პრონერებული ტერფი არის და ქვეყანა დატვირთვა მე ეს პლანტარის ანთები რა ბევრი რაღაცაა. ხო, ეხლა ჩვენ რომ მაგაზე ვისაუბროთ, ჩვენ ძალიან დიდ დროს წაიღებს ეგ ყველაფერი და ძალიან საინტერესოა ჩემთვის პირადად როგორც მენეჯერისთვის და ეხლა პირდაპირ იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ აი ამ სიტუაციაში სადაც დღეს ქართული კალათბურთია, რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ჩვენ მაგალითად ბევრი ჯამრთელი ბავშვი გავზარდოთ ჯერ ეგერთი და მე ბევრი ჯამრთელი კალათბურთი, ანუ ჩვენი როლი ფიზიკურად ჯამრთელი სპორტსმენის გაზდაში, ანუ ამ გადმოსახედიდან მე ხა ეს სიღრმეებში ნაფიქრი მაქვს, მაგრამ ამდენი არა, მაგრამ ვარ მოგატყო, ძალიან დიდი არის, რომ ეს ბავშვებს მე პროფესიულ სპორტში ბევრად ნაკლები პრობლემა ქონდეთ და ალბათ პირდაპირ კავშირშია მე რომ ეს სპორტსმენი რამხელა კარიერა ექნება, რამდენად დიდხანს ითამაშებს მე რა, რამდენად სწორად იქნება განვითარებული, მაგრამ აი ამ სწორ განვითარებასთან ერთად ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკიდან მან გაითავისოს ის სწორი კვება, ძილი, ანუ აი რამხელა მნიშვნელობები აქვს აი ამათ კომბინაციას, რომ წარმატებული სპორტსმენი იყოს. Აბა ხა შეიძლება ჩვენ ამ გადმოსახედიდან ბევრს ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ჯერ ამისთვის, მაგრამ თუნდაც რომ ვლაპარაკობთ ეხა ამ თემაზე და ვიღაც ბავშვები, მომავალი სპორტსმენები გვისმენენ და რაც სულ 5%-მაც რომ ეს რაღაც გაიგოს და თავის მიზნად დაისახოს, რომ ესენი გააკეთოს მომავალში, თუ უნდა ჩემი აზრით ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ესე ვთქვათ რა და. ანუ აი რა უნდა ვქნათ, რა გამოსავალს ხედავ, მაგრამ რომ ეს პრობლემა მის მოგვარება დაიწყოს ჯერ არ ვიცი რომ ერთ და ორ დღეში მოვაგვარებთ ეხლა ამაზრისგან შორს ვარ რა ეს ძალიან კომპლექსური და დიდი თემაა რომელსაც დავამატებ ან პროგრესი რამდენად არის ბოლო პერიოდში იმიტომ რომ ბოლო წლებში რასაც უყურებ აქაც ვილაპარაკია რომ ეს თანამე ახალი თაობა სპორტსმენების უფრო მეტად პროფესიონალურად უდგებიან თავის ხელსაც, თავის საქმესაც, ვიდრე 20 წლის წინ, 15 წლის წინ, 30 წლის წინ მით უმეტეს მაგხრივ თუ ხედავთ ბოლო პერიოდში პროგრესს აი მკითხოს რომ მივაყოლოთ ეგეც. გასაკეთებელი პირდაპირ შეიძლება გასაკეთებელი, მაგრამ მაგას იმიტომ რომ მუშაობს აუ სეზონზე ძალიან ბევრი სპორტსმენი. სწორი აქცენტებია დასმული და გააჟღერეთ თქვენც. უკვე ვლაპარაკობთ ამაზე, უკვე პროგრესია. მეორე, ამ ბოლო პერიოდში ჯერ მე მახსოვს პირველად რომ მოვედი კალათბურთში. ბატონი ავთო მუშაობდა. მარტო, მეტი არავინ არ იყო, ხო. ძალიან დამსახურებული მწვრთნელი არის, ძალიან საპატივცემულო ადამიანი და შემდეგ მე გამოვჩდი, თქვათ, არიან ეხლა ბიჭები არიან მუშაობენ, ეს არის ყველა დიდი ბედნიერება, რაც მეტი იქნება. აი ირაკლის დამსახურება კიდე რამდენი ბიჭები ყავს და ძალიან კარგები არის და ეს უკვე პროგრესია არის იმიტომ რომ ადრე არ იყო ახლა არის ამის საშუალება თქვათ შეგიძლია რომ მიუთით რომ აი ეს მწვრთნელია არ არის მაგის პრობლემა რაც უფრო მეტი იქნება კარგია მაგრამ თქმა უნდა ამ თავარია ჩემი აზრით გამოსავალი რა შემდგომარეობა მწვრთნელი კალათბურთის მწვრთნელი უნდა ერკვევდეს ამ ყველაფერში. ბაზისურად თავისთავად. აი, აუცილებლად. აი, საბაზისო რაღაცებში უნდა ერკვევდეს რა. არა მარტო ფიზმოდელობაში, აი რაზეც თქვი. აი, მაგალითად გაიდლაინი ელემენტარული გაკეთება შეეძლოს, რომ რეჟიმი, დრის რეჟიმი. იქ ძილოიძილის, იქ კვების რეჟიმის. შეიძლება დიეტოლოგივით ვერ შეურჩიო, იმიტომ რომ იქ სპეციფიური არა, იქ შეიძლება პროფესიონალთან გაუშვა, ხო, მაგრამ შეიძლება უნდა მიხვდე, რომ ამას პრობლემაა გამოვიტყვით რა. ძალიანაც რაც ვილაპარაკეთ, შეფასებად. მქონდა ეგეთი სიტუაცია, როდესაც მწვრთნელებს სემინარებს უტარებდი, მწვრთნელი ჩამოდის და მეუბნებ, რომ ახლა პრობლემა აქვს ბავშვს და მე შემამჩნია რა, ისე გამიხარდა. მივედი, ბავშვი ნახეთ. მართლა აი, მანე სხვათა შორის აი აქ არის თქვენ გვერდზე არის ესეთი სიმეტრია. გამოვუშვით, ისეთი პრობლემები აღმოჩნდა, რომ საერთოდ კალათბურთს თავი გაანებებინეს. იმიტომ რომ ანუ მითითება ქონდა თქვა სახსრებზე მოდიოდა ისეთი დატვირთვა, იმიტომ რომ ბავშვი ხტომებია, ცალკეცი დაშვება, ის არის, გაუარესდებოდა ჯანმრთელობა. და აქ ნეირომუსკულარული ბმა კიდე განსაზღვრავს, რაც ამ საყრდენი მამოძრავებელი სისტემაა, ხო? ანუ საყრდენი ძვალხილოვანი აპარატი და მამოძრავებელი კუნთოვანი აპარატი. და შენ თუ კუნთს გააძლიერებ, საყრდენ მამოძრავებელ სისტემაზე უფრო ძლიერი დატვირთვა მოდის და უფრო მეტი ასიმეტრიული
დატვირთვა გამოიწვევს უარეს პრობლემებს ბავშვი ჯანმრთელობაში. პირიქით მადლობით მოვიდნენ მშობლები, მე ის ბავშვი დაბრუნდა, გააგრძელა და ანუ რამხელა რაღაც არის, როდესაც პრობლემას ხედავ. შენ შეიძლება გადაწყვეტა არ შეგეძლოს და სპეციალისტთან გააგზავნო. ეს ძალიან დიდი რამე. აღმოჩენაც ძალიან დიდი საქმე. თავარი. მე ამისი ამ პრობლემის მოყარება და შესაბამისად უკვე ძალიან არა მე ხარ რაცაც ვფიქრობ ჩვენი მწვრთნელები ლიცენზიებს ხო იღებენ ფედერაციაში ხო ანუ ჩემი აზრით ალბათ მანდ უნდა გამკაცრდეს ზუსტად ის ლიცენზიები მაგრამ მე რომ ჩემამდე რომ მოვა მე რომ ლიცენზირებული იქნება და მე აღმოვაჩენ რომ თქვა კალათბურთის მწვრთნელმა რაღაცა არ იცის ეგ ალბათ უკვე გვიანია ხო ანუ იმ ლიცენზიის მიღების დროს ჩემი აზრით ის საბაზისო ფიზმომზადების კურსებიც და იქ ნუტრიციოლოგის რაღაცა სწორი კვებაც ალბათ უნდა იდოს მის განათლებაში, როცა უკვე საკალათბურთო ლიცენზიაც აიღებს. ანუ ეხა მომივიდა მე ეს იდეა. ანუ შეიძლება მაგის გაკეთება? შეიძლება, როგორ არ შეიძლება. თან კიდე თანამედროვე იმაში რაფია ინტერნეტ სივრცეში ხო იცით რომ ინფორმაცია არის. ხო, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ყველა თავზე არ მუშაობს სამწუხაროდ ხო. მოდის და ისეთ რაღაცას მეუბნება რომ მე თვითონ მიკვირს გაკვირვებული ვარ და რომ იცის ერკვევა. ხო. თი მონდომებიდან გამომდინარე ისე უყვარს რომ ცდილობს მაქსიმალურად ის იყოს ჩართული იყოს ამ იმაში და მიიღოს ინფორმაცია. მიკითხულობს ბოლო ChatGPT ჩაწერს. აი გულისხმობს ხო აი საკუთარ თავს აქცევს. არა შედარება არ არის წინაწლებთან შედარება. ინფორმაციასაც გაფილტრა უნდა ამასაც ხო? შეიძლება რაღაც ცოტა სხვა გზით წავიდეს და კორექტირება მოახდინო. ამასაც ცოდნა უნდა, ამასაც ის უნდა აი ანუ როგორც ნასწავლი ბუდიში ქართულად რო არის ხო? ხო რა მოძღვარებით რა რო სტოპზე მიუთითო და არ წავიდეს ახლა. ეგ ბევრი გზას განახებს ხო? რო განახლებული ხარ ფილოსოფია, მაგრამ რომელია სწორი გზა? ეს უნდა გაიგო და სწორი გზით იარო რომ ზედმეტი ის არ დახარჯო მაგალითად შენი რესურსები. სწორად წარმართო. ყველაზე ძვირფასი რამეა შეიძლება ძალიან დიდი დრო დავყარგო ისეთ რაღაცაზე რომელიც არაფერში არ დამეხმარება მე. ყველაზე ხშირი ტრავმა ზოგადად კალათბურთში და ტრავმები. კი და აი ეს პრევენციული სახის ვარჯიშები, ეგეც უნდა იცოდეს, რეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რეაბილიტოლოგი არ ხარ, მაგრამ უნდა შეგეძლოს ისეთი ვარჯიშების მიცემა, რომელიც მაგალითად მიეხმარება იმ სპორტსმენს, თქვა ტრავმების პრევენციაში, რომ გაუძლიერო ყველაზე გავრცელებული ტრავმა. და კოჭის, მუხლის, ხერხემლის მერე მოყვება. თუ თანდაყოლი მეჯმარწაღის პრობლემა იქიდან ის ბუკეტი არის მე რა. აი მაგალითად ბავშვები. უმეტესად ყველას ვეუბნები, ადრე თუ იყო ადრე ჩემ ბავშვობაში ვიძახი. 12 კაციდან 2 კაცს ქონდა ან ტყელდათბიანობა ან ვარგუსი არავე. ეხლა პირიქით არის 2 კაცი და არჩენი ხო. და რამ გამოიწვია ეგ? აი ბავშვები მაგალითად როგორც კი დაიბადებიან და ხოხვიდან ეგრევე გადადიან თქვა ციარულზე. თქვა ხოხვის დროს ვითარდება მეჯბარდაღის წეხი უმაგრდება ხო რა უმაგრდება და მე ნელ-ნელა ადგება არიან აი ჭოჭინა თქვა ჩასვამენ და გორავებენ ამ მშობელს არცალია და ბავშვი რო არ ეგდოს თქვა ჩასვამენ და ან ჩქარა უნდა რო გაიაროს და დააყენებს და ან ბავშვები არიან ახლა ადრე არისო ჭარბწონიანი ბავშვები და ახლა ჭარბწონიანი ბავშვები არიან და ეს ჭარბწონა სადაც უნდა მოქმედებს ხო სახზე მე X-ები დგომი რო არის ხო და აი ეს წარმოიდგინე ხა ბავშვები მოდიან მე ვარ მარტო ფიზმომზადების მწვრთნელი და ჯგუფური ვარჯიში უნდა ჩაატარო და 16 ბავშვი მოდის და სხვა პრობლემები აქვს და შენ უნდა დაალაგო ისე ვარჯიში არავის არ ავნო და განვითარებაზე კი არა შენი დავალება არის კი განვითარებაზე როგორ არის მაგრამ როგორ მელანიდის წარმოიდგინე ახლა იმის მაგერად რომ მაგალითად შენ იღებ უკვე ფუნქციას სკოლის ფუნქციასაც იღებ ახლა ექიმიც ახლა ყველაფერი ეგ ზედმეტი არის ხა მას არავინ არ ასთხოვს მწვრთნელს მაგრამ ელემენტარული წარმოდგენა როცა დაცული ხარ უკვე რა რომ არ ავნო ბავშვს კი არა მისცე რაღაც წარმოიდგინე საწავედით რა ჩვენ ხო განვითარებაზე გვაქვს ლაპარაკი და უკან რო არ წავიდით ჩვენ და არიან ბავშვები რომელიც აი IQ-ა კალათბურთს ხო იცი ჭვიანი ბავშვი თქვა და აი არ უწყობს ხელს რა რატომ უნდა დაკარგო ეგეთი ბავშვი არ და მომავალი თქვა
ვინა ყველაზე ჩვენი მოთამაშე იოგიჩი დონჩიჩი არა ეგეთი მოაზროვნე ისინი და არა ათლეტები თქვა ფიზიკა არის უფრო ჩანა სექტორი ორი ვერ შეადარებ ხო ის სხვა ლეველზე არის სხვა დონეზე არის ეს ამის ბალანსი სხვა დონეზე მაგრამ ამის IQ ვაფშე სხვა და ის ერთ დონეზე თამაშობენ კალათბურთს ხო ის ფიზიკა და ის არ არის თლად ამიტომ კალათბურთი რთული რომ აქ მარტო ფიზიკაზე არ არის აქ ბევრი რამე არის რა ხო კომბინირებულია ბევრი დეტალი რაც ხო მაგაზე ყოველთვის ხვდებით რომ კალათბურთი ადვილად თამაშო არა პროგრესი ნამდვილად არის და მადლობა ყველას ვინც ამ მხრივ მუშაობს და ჯერა რომ იქნება კიდეც რა პროგრესი რადგანაც ლაპარაკობთ ხო რა თქმა უნდა რაღაცეები იქნება უკეთესობისკენ შეიცვლება ვიღაცებს ეს ხედვა რომ არსებობს და გვაქვს და გვინდა ყოველ შემთხვევაში სურვილი მე ძალიან დიდი მაქვს მაგრამ სამწუხაროდ ჩემი აკადემიის მოწყობის პრინციპებში ჯერ ვერ დავალაგე როგორ შეიძლება ამის პრაქტიკაში გატარება რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და შესაძლოა მატერიალური ტექნიკური ბაზა საჭიროა რა თქმა უნდა და მივდივართ ინფრასტრუქტურასთან რაც პირველი პრობლემაა და ეს ინფრასტრუქტურა იმდენ რგოლს აგვარებს მე კალათბურთში რომ თუ გინდა რა თქმა უნდა რომ მოგიგვაროს და საქმე გააკეთო რომ ალბათ ბევრად გამართული აკადემიები იარსებებს ჩვენ რეალობაში და ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება და აისახება მე უკვე კალათბურთელების რაოდენობის დაზე, იქ ფიზმომზადების მწვრთნელების დაზე და აი ყველა სფერო აი დღეს ვერ ვიტყვი კალათბურთში რომელიმე რგოლს რომელი რგოლშიც დეფიციტი არ არის ადამიანური რესურსის, რა ვიცი. თქვენ თუ დამისახელებთ მაგას მე ეს საუბარი ჩემი აზრით მაქრივაც უკეთესი არის, რომ აი ადამიანი ახალგაზრდა ადამიანი რომელიც ამთავრებს სკოლას უნდა რომ ჩააბაროს სადღაც მიდის ერთ და იგივე ხო იურისტი ექიმი საერთაშორისო არა ნამდვილად არის ძალიან გეფი ამოსავსე არის ხო ბევრი რესურსი და კადრი არის საჭირო და რავი ვისაც უყვარს თუნდაც სპორტი ისწავლოს ეს ყველაფერი ხო ფიზმომზადება და აი ჩვენი პროფესია არის და ქვეყანასაც გამოადგება სპორტსაც და საკუთარ პროფესიას ძალიან მაგარია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მე ვიტყვი რომ დასაფასებელია და როგორ დღეს ფიზმომზადება რო გადავახიოთ 7-8 წლის წინ ბევრად დაფასდა ალბათ მახო პირდაპირ თანხებს გულისხმობ სხვას არაფერს მაგრამ მე ვთვლი რომ კიდე ბევრად დასაფასებელია მომავლისთვის რა მაგრამ ამას დრო ჭირდება რა და ამ კალათბურთის განვითარებასთან ერთად ალბათ ესეც განვითარდება რა ნაკრებზე რო თქვათ რიო-დე სიტყვა ასაკობრივებში გიმუშავია დიდხანს და იმ ნაკრებში რამდენად იყო ის როგორც ეხა აკადემიაში სადაც ბევრი ბავშვია, იქ ბევრი პრობლემა ჩანს, მაგრამ ნაკრებში საუკეთესო ბავშვები მოდიან და მათ ფიზიკაზე იყო ისეთი პრობლემები თუ უფრო შედარებით ჯანმრთელები და ფიზიკურად განვითარებულები არიან ეს ბავშვები, ვინც იმ საუკეთესო 16 კაცში აქცენტი ადრე იყო, ეხლა ნაკლებად არის. ნაკლებად ეხლა რადგანაც მე არ მქონდა ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება შენ ასაკობრივებში არ მუშაობია ნაკრებში? არა, ასაკობრივში რომ მივედი. ხო. მანამდე ხომ მე დიდებთან დავიწყე მუშაობა. ხო. ასაკობრივში რომ მივედი, ხა იქ თავიდანვე ხა ნაკლები გამოცდილება მქონდა ყველაფერი. დროსთან ერთად მოდის, თქვათ იქ რაც საბაზო განათლება მქონდა, იმითი დავიწყეთ. და რა არის აქ თავარი რომ ნაკრებში როდესაც იძახებენ ნაკრების კანდიდატებს ერთი თვით ადრე იწყება, თქვა, ადრე ეგრე. ხო, ფიზმომზადება. ხო, ფიზმომზადებას ერთ თვეში ეხა რამდენად შეძლებ რომ თუ შენ მაკოორდინირებელი ხარ და დადიხარ საქართველოს ჩემპიონატზე ბავშვებში, ათვალიერებ ბავშვებს ერკვევი რა. და იცი ვის რა პრობლემაა, ხო? მწვრთნელებთანაც ურთიერთობა გაქვს. მის კონკრეტულ მწვრთნელთან თუ რაი რამე ტრავმა თუ ქონდა ან რაში ჭირდება დახმარება რომ მე ან პროგრამა შევუდგინო რაღაც ნაკრებისთვის აი ესეთი მუშაობა არ იყო მაშინ დაგიძახებდნენ მე ხვიდოდი ეხლა კაი 2017 წლის მერე მე ნაკრებში არ ყოფილვარ ასაკობრივში საერთოდ იმიტომ რომ აი აკადემიებში რომ მუშაობდი დრო და ძალიან მე კიდე მოკლედ და რა მინდა ვთქვა რომ პროგრესი არის. ამ ხრივაც არის პროგრესი. და ეს პროგრესი გამოიწვია აი ამ სპეციალისტების მომრავლება. და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მახო ეს, ხო? აი 21 საუკუნეში როცა
ადრე ჩვენ ახლა ჩვენ რო ვიზრდებოდით ეს პრობლემა არ გქონდა, ჩვენ კომპიუტერები არ გქონდა უკვე და ყველა ეზოში ვიყავით, ხო? ალბათ ესეც იმ დროინდელი ბავშვების განვითარებაზე ასახული იყო, ხო? დადებითად და დღეს უფრო მეტი გახდა, ხო, უფრო მეტი გახდა ფიზმომზადების მნიშვნელობა რა, დღევანდელი ბავშვებისთვის, არა? მაგრამ მე ვთვლი რომ ვერ შეცვლის რა, აი იმ აქტივობას, რასაც ბავშვი გადის პროფესიონალურად. არა, ბავშვი, მაგალითად ეზოში თქვა თამაშობაში აი ეს ყველაზე ერბილში ანუ ეგ მაინც ყველაზე მაგარი განვითარებაა ხო? ბავშვი დამოკიდებული გაჯედებთან და ის როგორ განვითარდება ისა 1 საათი რომ მიიყვანო თქვა ფიზიოლოგიურად და დღეში როდესაც ის ბავშვი ქუჩაში ან მთელი დღე დარბოდა დილიდან სკოლაში აქტივობები აქვს გარეთ აქტივობებში ხარჯავს ენერგიას იქ სხვანაირად ვითარდება იცი ეთახმებიან აბსოლუტურად გეთახმები ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ბავშვები რამდენად აქტიურები არიან და რამდენად მშობლები აქცევენ მის ყვებას ყურადღებას და დღეღამის აი ძილღვიძილის რეჟიმს, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი არის. ყველას ვეუბნები ხოლმე ბავშვებსაც რა რომ დღეღამის ციკლი. აი ეს ელემენტარულად დისპორტმენებს აქვს პრობლემა, ხო? ადამიანსაც პრობლემა, როგორც კი საათები აირება. როგორ არის? რამდენი საათიანი ძილია, როდის უნდა გაიღვიძოს და იცინოს? იქ არის ჰორმონების გამომუშავების პერიოდი. ფაზები ხო? ის ჰორმონი გვინდა 11 საათზე უნდა დაწვეს და აიძინო რომ 12 საათიდან დაიწყოს მელატონინის მერე სომატოტროპინის გამომუშავება. მე დილის საათებში ხდება ამის გამომუშავება 4-დან, სადაც ყველაზე ღრმა ძილი არის მაშინ. ეს 12-დან 2-მდე, 4-დან 6-მდე. მაგდროს უნდა გეძინოს. ხო, ეს რომ თვითონ ზრდის ჰორმონი სიტყვა გეუბნება. სრულისებრი ძვლების დაგრძელებას და არა მარტო ეგ ინფორმაციის დამახსოვრება, თუ რამე ისწავლა ბავშვმა. ანთებითი პროცესების ჩაქრობა სასწაული არის რა, ეს ჰორმონი, რომელსაც ჩვენ ბლოკავთ. რითი? ულტრაიფერის სხივები დღამე მიჭირავს ტელეფონი და უყურებ რამეს, ან არ ვიძინებ, ან შევჭამე ისეთი რამე, რომელიც ამის უშლის ხელს და გამოიმუშავებს ინსულინს, თბილი შევჭამე და გამოვიდა, ის ბლოკავს სომატოტროპინს, არ გამოდის და ხდება უკვე აი ესეთი პრობლემა რა, ჰორმონალური პრობლემები, რომელიც იწვევს უკვე მე თქვა მაგალითად არასწორი დაგეგმარება თქვა საუზმე, სადილი, ხემსი, ვახშამი და პერიოდები არის დიდი ძალიან მათ შორის იქ უკვე ნიციერობაც სულ უნდა კონდეს სპორტსმენს ანუ ჩვენ ბავშვებზე გვაქვს რომელიც სპორტით არიან დაკავებულები ისინი ხარჯავენ დიდ ენერგიას შესაბამისად უნდა მიიღონ აღდგენა აუცილებლად უორდა იმუნიტეტზე მოქმედებს მე შენ რომ დეფიციტში ავადობაც მე ალბათ ისა ხო მე ტრენდები რომელიც ცილა ნახშირწყლები თქვა ცხიმები თუ არ მივიღეთ საჭირო ხო არის მაგალითად პროდუქტები რომელსაც შეჭამ და ენერგიას გართმევს არდა ჩვენ პირიქით ისეთი პროდუქტები გვინდა ისეთი რომელიც ენერგიას მოგცემს შეიძლება სწორი პროდუქტები ავიღოთ და არასწორად მომამზადოთ და ამან გააფუჭოს ყველაფერი და ბავშვები მეუბნებიან რომ ახლა მე მთელი დღე გარეთ ვარ სკოლაში ვარ როგორ კონტეინერები აუცილებლად 4 საათზე მეტი არ უნდა იყოს შუალედი ჯამიდან ჯამამდე შუალედი არა იქ კიდე ნივთიერებაც სულზეა და 4 ბევრია რა მოგონი 3-დან 4-მდე აი ესე ბავშვს გააჩნია თუ მაგალითად აი როგორც არის არ უნდა ეს არის ხოლმე რომ აი მაგალითად პროფესიონალი სპორტსმენებიდან იღებენ რა და 5-6 ჯამა ის იმიტომ იქ ჰორმონული არის სპორტსმენის იქ თქვა თუ არის ბოდიბილდინგი ძალიან გავრცელებული რაღაც და ბავშვები შეხედავენ უნდათ ესეთი ის და იღებენ პირდაპირ თქვა და იმას სხვა ნივთიერებაც სხვა რეჟიმი აქვს სხვა ტონაჟი აქვს იმას ჭირდება იქ თუ არის ნორმალურ ადამიანს 0.8 გრამი ცილა ჭირდება 1 კილოგრამზე სპორტსმენს 1.5-დან 2 გრამამდე ზოგს კიდე მეტი და ესე რა აქ ძალიან საინტერესოა ნამდვილად ხო და თუ შეგვიძლია გამოვთვალოთ კალორიაში დღეღამის რამდენია და მე დავუმატოთ ის კალორიაში რასაც შენ ხარჯავ მაგალითად კალათბურთში საშუალოდ 90 კილოგრამიანი კაცი 400 კალორიას ხარჯავს კალათბურთელის ინტენსივობა ხო განსაზღვრულია ისეთი ვარჯიში რომ ანუ უნდა გააკეთოს ისეთი ყვება რომელიც აღიდგეს ის ნახევარსაათში თუ ამდენია გამოდის 2 საათში ამდენი გააორმაგე 800 მე 2 საათიანი ვარჯიში კეთესე და დაამატებ მე ამას მოკლედ გამოთვლა ძალიან მარტივია ყველაფრისა პრობლემა ის არის რომ შეიძლება მოინდომო ერთი დღე
გააკეთო, ეს უნდა აკეთო. რამდენად რუტინაში ჩასვავ და ცხოვრების წესად აარჩევ, ხო. ხო და აი აქ არის ზუსტად მშობლის როლი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მშობლის და მწვრთნელის ერთობლივად ნამდვილად. აი როგორც თქვი, რომ ორბში ქონდა ეხა შეხვედრა ძალიან საინტერესო ადამიანთან, რუსკა გვამრიჩავა არის, შემდეგ თუ ამის შემდეგ პოდკასტში აუცილებლად იქნება ჩვენთან სტუმრად და თვლი რომ თუ როგორმე მივიტანეთ ეს მშობლებამდე და გააცნობიერეთ ჩვენ მომწვრთნელებმა, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ ბავშვებს ჩვენ პერმანენტულად ამ სწორი კვების რაციონზე და იმ სწორ ფიზიკურ განვითარებაზე ვესაუბროთ, რომ ეს ყველაფერი თუ ეკნებათ, მე ბევრად მეტი შანსი ეკნებათ, რომ იყვნენ წარმატებული კალათბურთელები და მე ჩემი კლუბის მიზანი, მისია ნამდვილად არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს ეს გავააზრებოთ. როგორ გამომივა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ. ამ ეტაპზე ვცდილობთ და ნამდვილად მგონია წინა წლებთან შედარებით, ხა რომ მე ეხა ვეგეტყვით, რომ 6-7 წლის წინ მე ამაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ ალბათ არც ამდენი გამოცდილება არ მქონდა, არც საშუალება არ მქონდა და ასე შემდეგ და რავი, ნელ-ნელა ესე ალბათ იქ სხვა აკადემია სხვას იზავს, სხვა აკადემია სხვა იდეას იზავს, იქ ალბათ ფედერაციაც ჩაერთვება ამ მიმართულებით და რა ვიცი, დაგვეხმარება თავისი რესურსებით მგონია და ალბათ ბევრად უკეთეს შედეგებზე გავალთ. აუცილებლად. ძალიან საინტერესო იყო მართლა ეს თემა არის რომ მე ვფიქრობ გამოუწურავია და ძალიან დიდია ნამდვილად. გამოუწურავია ძალიან დიდი თემა არის და სპეციფიურად უნდა ამოირჩიო რაღაც ესეთი საკითხი რაზეც ისაუბრა. იმაზე უნდა განავრცო თორეს ზოგადად შეიძლება დააბრუნო კიდეც რა თქმა უნდა. თუმცა ესეც საუბრები უკვე კარგია რომ ადამიანი შეხედავს და უიეს არსებობს. ზოგადად შეიძლება არც წოდეს რომ ამას ამხელო ყურადღება ექცევა ხო თანამედროვე სპორტში და ერთი რამე მინდა თქვა რომ ბევრი მშობელი აი მახო რაღაც პროგრამა გეხვეწები რა. იმდენად რთულია აი როგორ უნდა ინდივიდუალური არა ეს პრობლემა. მოქნილია. აი მაგალითად ერთი ასაკი არის. მაგრამ ასაკში ეს ბავშვი ერთი განვითარებულია, მეორე ხო? ეს ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ასეთი განსხვავებული. ხო, ვიღაცა განვითარებაში შესაბამისად რო არ გააჩერო ბავშვი განვითარებაში უნდა მისცე იმას დატვირთვა, ამას არ უნდა მისცე. და დინამიკაში როგორ უძლებს დატვირთვას ბავშვი და როგორ ადაპტაცია და ადაპტაცია სპორტი ადაპტაცია. თუ ადაპტირებას მოახერხებს ბავშვი რაღაც კონკრეტულ დატვირთვაზე, მე უნდა გაზარდო, არ უნდა დაელოდო. შენ არ უნდა შეაფერხო ის განვითარებაში. შესაბამისად პროპორციული და ესეთი ფიზიკური რაღაცის თეორიაში არის ორი პრინციპი თანმიმდევრობის და თქვა მნიშვნელოვანი რა სისტემატიზაციის სისტემატიური დატვირთვა და თანმიმდევრულად უნდა გაზარდო ეს თუ ერთი და იგივე დროს აი როგორც ჰომეოპათიური წამლები ერთი და იგივე დროს იგივე დროზე აი ესეა სპორტი აი ესეთი ვარდნები არ შეიძლება რა იმიტომ რომ ეჩვევა ადამიანი ამ დატვირთვას მიჩვეულია რატო უნიშნავთ მაგალითად იგივე ერთ და იგივე დროს ვარდის როცა თამაში არის ხო, ერთ იგივე დროზე უნდა იყოს აქო რიტმი არის ადამიანის რიტმი აქვს და ამ რიტმში უნდა იყოს ბავშვი ეს ციკლი არის სულ და ამ წლები ხო ეხლა სპორტსმენი პროფესიად აქვს უკვე და ის დაფრინავს უკვე NBA-ში თამაშობს უკვე რა მედიავა უთხარი შენაგები უნდა ყველანაირად უნდა შეუწყო ხელი და ყველანაირად უნდა მიაჩვიო იმ რუტინას რომ აი ესე და ესაა გასწავლისინები გასაგები ძალიან საინტერესო საკითხია. ეხლა კიდევ უფრო რაღაც ფერზე სიგმისეულად დავფიქრდი ვიდრე მანამდე და ძალიან დიდი მადლობა ხო მოსვლისთვის, შენი გამოცდილების გაზიარებისთვის. იმედია რომ გიყურებენ ახალგაზრდები, რომლებსაც გაუჩნდებათ სურვილი რომ დაეუფლონ ამ პროფესიას და ეს უნივერსიტეტი იქნება თუ ვინ იქნება. უნივერსიტეტში ხა კადრები ესე ვთქვათ ამთავრებენ და შეიძლება მათთან თანამშრომლობა ხო ამ სპორტის უნივერსიტეტი. ეხა ამ იმაზე სტადიაზე არის ხო რომ იქ მიდის ამ პროფესიის დაუფლება. მიდის. კი, ანუ ეგ არის. ხო, მგონი რომ ეს გამოსაყენებელია გამოსაყენებელია აუცილებლად. იყო ასე რომ ვთქვათ და დააშენებაც აღარ არის, მაგრამ ეხა რასაც აპირებენ. კი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აი ეს პოტენციალი არის და აშენებენ და უკვე ნამდვილად ძალიან საინტერესოა ეგ მიმართულება და თავის მე მოვიძიებ აუცილებლად და თუ იქნება ვინმეს მოვიწევთ და დაველაპარაკებით მომავალში. ძალიან კარგი სპეციალისტები ყავთ და ძალიან დიდი მადლობა წარმატებები და შევხვდებით მალე. დროებით. ძალიან საინტერესო იყო მართლა მადლობა.